საფასოუმი ეს იმ პროდუქტების და მომსახურებების ხვედრია, რომლებიც ბრენდები ვერ გახდნენ. 21 საუკუნეში არავის არაფრის წარმოება არ უჭირს და ადამიანებს ძალიან უჭირთ გააკეთონ არჩევანი. თუ პროდუქტი და მომსახურება ემოციას ვერ იწვევს, მაშინ ადამიანები არჩევას მხოლოდ ფასით აკეთებენ და მხოლოდ ფასით არჩეული პროდუქტები და მომსახურება ყოველთვის არიან საფასოუმში, რომელიც ჭამს მათ მარჟას და საბოლოო ჯამში კრახამდე მიდიან. როგორ შექმნათ ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ბრენდად გადაიქცევა, რომელიც გამოიწვევს ადამიანებში ემოციას და დაამახსოვრდებათ მათ, ამ საკითხებზე სტრატეგიული ბრენდინგის კურსზე ვილაპარაკებთ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, როგორ უნდა დავიწყოთ, საიდან დავიწყოთ, რანაირად დავიწყოთ, რომ შევქმნათ ემოციური, დამახსოვრებადი, არჩევადი და გრძელ ვადაში განმეორებითი შესყიდვების მქონე ბრენდი. სტრატეგიული ბრენდინგის კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ რა არის ბრენდის სტრატეგია, ანუ გამარჯვების სტრატეგია. რატომ აკეთებთ რაღაცას, როგორ აკეთებთ, ვისთვის აკეთებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რაზე უნდა ესაუბროთ ადამიანებს და როგორ მიაღწიოთ გამარჯვებას იმ ინდუსტრიაში, იმ ინდუსტრიის კონკრეტულ კატეგორიაში, სადაც თქვენ შედიხართ და იწყებთ თქვენი ბრენდის შენებას.